ზოგადად მოსაყდრე არის ამ ყველაფრის წამყვანი და თავმჯდომარე, მაგრამ რადგანაც თვითონ არის ერთ-ერთი კანდიდატი, პროცედურა უნდა წარმართოს იქ სხვა ეპისკოპოსმა და ძირითადად იქნება საარჩევნო კომისიის წევრები, ვინც არიან, იმათ უნდა წარმართონ დანარჩენი პროცედურა. ანუ გახსნა კრებისა, რა თქმა უნდა, გახსნის თვითონ თავმჯდომარე, ანუ მოსაყდრე, პირველი მისასალმებელი სიტყვით მოსაყდრე მიმართავს ეპისკოპოსებს, იქ უნდა დაიდგას 5. ეს 5 უნდა იყოს გამჭვირვალე, დაურიგდებათ ამათ გერბით დაბეჭდილი ფურცლები, რომელსაც ექნება სტამბურად შუაზე ხაზი, რომ გადაიკეცოს ეს ფურცელი. ყველა ეპისკოპოსი იერარქიის და მიხედვით მივა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, მიიღებს ამ ფურცელს, იქვე დაურტყავს ბეჭედს. შემდეგ მივა საარჩევნო ყუთთან, შესაბამის კაბინასთან, ცალკეული ეპისკოპოსი ჩაწერს მისთვის სასურველ კანდიდატს ტიტულით და სახელით, ჩადებს კონვერტში აი ამ ფურცელს და ჩაგდებს აი ამ ყუთში. თავიდან ეს ყუთი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე იმიტომ უნდა იყოს, რომ ცარიელია და ყველა დარწმუნდეს, რომ ეს ეჭვს არ აღძრავდეს და იქვე უნდა დაილოქოს, სანამ არჩევნები დაიწყება. როდესაც მორჩება ეს პროცედურა ხმის მიცემის, აი ამის შემდეგ უკვე ეს ყუთი გაიხსნება საჯაროდ იქვე ეპისკოპოსების თვალწინ, ну ამ შემთხვევაში გაფართოებულ კრებაზე უკვე. ყველას თვალწინ გაიხსნება ეს ყუთი. აი ამ კონვერტებს გადასცემს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარე ხმამაღლა დაასახელებს კანდიდატის სახელს და მოინიშნავს, მერე გადასცემს მესამე წევრს, მესამე წევრი სპეციალურად გამზადებულ ჭურჭელში ჩააგდებს აი ამ ასე თქვათ ბიულეტენებს, რომელიც უკვე როცა დაითვლება ხმები და დასრულდება დასახელება, უნდა დაიწვას. უხერხულობა ასე თქვათ არ წარმოიშვას. და შემდეგ რაც მართვა განმგებელს დებულებაში წერია, რომ ამ სამი კანდიდატიდან თუ პირველივე ტურში ხმების ნახევარზე მეტი ერთ-ერთმა დააგროვა 20 მინიმუმ. უკვე ავტომატურად ის ირთვება გამარჯვებულად. მეტი ხმა არ ჭირდება? მეტი აღარა. იმიტომ 39-ნი არიან და უკვე 50 პლუს 1% გამოდის. დებულებაში გვიწერია, სათათბირო ხმის უფლებით არიან დელეგატები. სათათბირო ხმა რას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს თეორიულად აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება გამოთქვას, ან კრების მიმდინარეობაზე, ან ცალკეული კანდიდატის შესახებ, როგორც დადებითი, ის უარყოფითი, ან რა პრობლემას ხედავს. საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა, რომ თითო ეპარქიიდან მხოლოდ თითო დელეგატს ექნება გახმოვანების საშუალება თავისი აზრის. ესე გვიწერია, რომ 2 სასულიერო პირი, მონასტრიდანაც 2 წევრი და 1 საერო კაცი, მთლიანობაში 5 ადამიანი გამოდის თითო ეპარქიიდან. და ასევე თუ არსებობს იქვე სასულიერო სემინარი ან აკადემია, იქედანაც 2 დელეგატი უნდა დაესწროს. და ცხადათბილისის ეპარქიიდან იმდენი უნდა იყოს, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად იქნება. ეს რა თქმა უნდა ვიდეო ფირზე აღებეჭდება კრება სრულად, შიდა გადაღებით, რა თქმა უნდა და ეს არ იქნება პირდაპირ ეთერი, რომელიც შეინახება არქივში. შესაბამისად, იქიდან შეიძლება ცალკეული კადრები გავრცელდეს. კრების სრულობიდან ან ბოლოს როცა დასრულდება კრება უკვე სამადლობელი სიტყვა რო ითქმის, იმიტომ რომ კრება როცა დასრულდება და ირჩევენ საპატრიარქო კანდიდატს, იქვე ადგილზე იწერება დამტკიცების სიგელი საარჩევნო კომისიის მიერ. ანუ ერთგვარი მილოცვა, მისამნება და დამტკიცება, რომ ის უკვე კათოლიკოს პატრიარქად არის არჩეული, ესა თუ ის პიროვნება. აი შეიძლება ეს გასაჯაროვდეს.